ჩვენ ერთად ვსწავლობდით ინსტიტუტში მოსკოვში. ერთ ოთახში ცხოვრობდით საერთაშორისო. მართალია ის მესამე კურსზე, მე რომ მესამე კურსზე ვიყავი, მაშინ ჩამოვიდა ინსტიტუტში სასწავლებლად. თავისი ენერგიით, თავისი მოქმედებით, ზუსტად ასე ვთქვათ, შეფასებით ყველაფრის, ხანდახან სიმკაცრით, ხანდახან ჯიუტობით, ყველაფრის ძალიან გამოირჩეოდა გიორგი. მე მახსოვს ძალიან კარგად, ასე იგი, ერთ დღეს შტანგა მოათრია ჩვენთან ოთახში. პატარა ოთახი იყო, 4 ცხოვრობდით იმ ოთახში, ქართველები. კომუნას ეძახდნენ, ქართველების კომუნას იმ ოთახს ხო. და დავიწყეთ ამ შტანგის აწევა და შტანგა როგორი იყო, იცით, კი არ მაგრდებოდა ეს ფილები, 20 კილოგრამიანი ფილები ორივე მხარეს. თუ არასწორად აწევდა, ის ბრაკ გადმოვარდებოდა და ერთი მხარე აქეთ, მეორე მხარე იქით. სულ ამას მეკაჩებოდით ყველანი და ესეთი ის იყო, თავიდანვე იყო რაღაც შემართული ისეთი იყო. პირველივე ფილმი, საოცარი ფილმი გააკეთა ალავერდობა. და ეს ალავერდობა განსაკუთრებული არის იმით, რომ ჯერ ერთი შესანიშნავი მწერალი გურამ რჩეულიშვილი იყო ამის ალავერდობა. მეორე იყო პირველი ფილმი, სადაც ძალიან მკაცრად, ასე ვთქვათ, საქართველოს შემოგვიძახა, შემოუძახა ყველას, თანაც საიდან ალავერდის ტაძრის გუმბათიდან, რომ გაიღვიძეთ ქართველებო, მიხედეთ თქვენ თავს, ვინ ხართ, როგორები ხართ, იფიქრეთ ამაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და ყველაფრის ძალიან რთული იყო. მე ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც ჯერ კიდე ალავერდობაში, გურამთან ერთად, მისი იდეა იყო ესა გურამ რჩეულიშვილის, ვანალიზებდით ამ უძრაობას, ერის უძრაობას, რომელსაც ესეთი ფონი აქვს, როგორც ალავერდი, როგორც ალაზნის ველი, და ესეთი დაკნინება ხალხის, ესეთი დაკნინება, ასე ვთქვათ, ნაციონალური გამოხატვის. ეროვნული ბრძოლა იყო მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. საერთოდ ეს ოჯახი დამახასიათებელი ამ თვალსაზრისით, მამამისი ხო უბრწყინვალესი რეჟისორი იყო. შესანიშნავი ფილმები აქვს, ჯერ კიდე 30-იან წლებში მუნჯი ფილმები გადაღებული მას ხო. ელდარი თავისთავად ცხადია, როგორი არის, მაგრამ როგორი სხვადასხვანაირები არიან, ხედავთ, გიორგი ხისტი და ჯიქურ მიმართული და ელდარი უაღრესად დიპლომატიური სიკეთით სავსე. რა ვიცი, შესანიშნავი ფილმები აქვს, თანაც სხვადასხვა ჟანრის გიორგის. ჩემი გიორგი, გარდა იმისა, რომ იყო რეჟისორი, იყო მსახიობი. მან ითამაშა ჩვენ ეზოში, ოთარანქრიში, აზგინახავს ვეგარ ნახავ და სხვა ფილმებში. მე უკვე მოსკოვში ვიყავი და გიორგი მაშინ უკვე ხო სტუდენტს ძალიან ცოტა ფული ჰქონდა და გიორგი რომ ითამაშა რაღაცა ფული ჰქონდა და ჩამოვიდა მოსკოვში. მე მქონდა დახეული პალტო. წამიყვანა მაღაზიაში და მიყიდა იდეალური ახალი ესა. ესეთი ზმობა ჰქონდა მე და გიორგის და ეხლა გარდა ამისა, როცა ჩვენ უკვე მუშაობდით არა, ერთმანეთს ვეხმარებოდით. ხანდახან ჩხუბობდით ხოლმე მე შეგვიძლია, მაგრამ ცისფერთვის რომ ვიწყებდი მე
გიორგობიანზე მე მინდოდა ამეყვანა სხვა მსახიობი. გიორგი მისა გიორგობიანი და მართლაც ასე იყო. ეხლა მე რო გადავიღე სამანიშვილი და იქ სტუდიაში დარბაზში რო ვაჩვენე, ყველას მოეწონა და გიორგის არ მოეწონა. არ არისო კარგი სურათი მითხრა ასე როგორც იცოდა წავიდა. მე გავიდა 2-3 დღე დამერეკა, იცი რა, მე შევსდი. ძალიან კარგი სურათი იყო. აი ესეთი ძმობა ქონდა მე და გიორგის. ერთ შვენიერ დღეს მოხდა ისეთი რაღაცა, რომ უცბად იცით, ისე იცოდა ხოლმე რაღაცა ექსტენს ისეთი ტიპი იყო რაღაცა. ხო და მითხრა, რომ უკვე მიდიოდა სინჯები ამ ფილმთან დაკავშირებით, დაწყებული იყო უკვე სამუშაო პროცესი, ვერისუბნის მელოდიებზეა საუბარი. ხო და მითხრა, რომ შენ უნდა აგიყვანო აი ესეო ტურფაო, ძალიან კარგი ის არისო, რა ქვიანო, პატარა როლიაო, მაგრამ ისეთი დასამახსოვრებელიო და რაღაცაო ეხლა აი მომივიდაო უცბათო დღეს ისო. ვიყავით იქ ჩაისვავდით უბრალოდ და აი უცბად აი ესეთი რეჟისორების ამბავი ხო იცით და უცბად მოვიდა ესეთი იდეა. ნუ წარმოიდგინეთ როგორ გამეხარდა, იმიტომ რომ ნუ გიორგიზე ხო გიჟდებოდი და ოცნებათაც არ მქონდა გადაქცეული, რომ მის ფილმში მე მივიღებდი მონაწილეობას. Baxovreba umdidrulo, ravkana shenzem didine, vela perstidulo, didulo da vidime, dilil me, daram to, ay vetsino shirime, utse brugi galato. მითხარვა ისე შემოხვალ მე რამასთან მოკლედ ითხოვ დამალული ყავხარ, მე გამოხვალ, მე სოფიკო შემოვა და მიაწოდებ ხანჯახს და ეს ყველაფერი მოკლედ მომიყვა. ნუ ძალიან მიხარია გავგიშდი ეხლა და მივედით გადაღებაზე და უცბად მეუნება. ეხლა უნდა ჩაჯდე კალთაში. ჩაუჯდე ვაიმე ეს ჩემთვის რა იყო, იცით, მაშინ თან ახალგაზრდა ვიყავი და ისეთი ახლა ხო იცი ცუდი ტონი იყო ეს რომ ისედაც ცოტა მსუბუქ იყო ბაქცევის ქალს თამაშობს რაღაცა და ვაიმე მეთქი ეს ხო არ იყო ისა ბატონო ნუ ეხა იქ უკვე ბატონო ეს ხო არ იყო მეთქი სცენარში რომ ესე ჩაჯექი და რაღაც კაცო რასაც გეუბნებია შენ ის და გაგედო ჩაჯექი კალთაში ვაიმე ავწიფლდი ავყვითლდი გავგიჟდი რაღაცა და მე ნუ რამაშხიგვაძე გენიოსი გამოვიყვანა მდგომარეობიდან დაჯექი შვილო დაჯექი შენი კი არა ისე ვარ გადაღლილი ნატაშას თავი არა მაქო ვრეცხავთ მთელი დღე ვრეცხავთ დღითა და ღამით ლამის გავსაპნოთ ცისფერი ზეცა მზეც გამოვხარშოთ ლამის ვრეცხავთ დარში და ვრეცხავთ აღდარში არ უნდა გაცდეს წამი დიდ და პატარა სუფთად რომ ეწვას ვრეცხავთ დღითა და ღამით გიორგი ძალკე სამყაროა რა, მთლიანად მისი პიროვნებიდან გამომდინარე, ძალიან არაორდინარული პიროვნება იყო. ძალიან ერუდირებული, ძალიან ემოციური, ძალიან განათლებული და ნიჭიერი რა, თავარია ნიჭი რა, მისი ნიჭი ჩანს მის ფილმებში, მაგრამ ყველაფრის მიმართ, იცი? ძალიან უკომპრომისო კაცი იყო სამყაროს მიმართ, ყველას მიმართ და თავის მიმართ პირველ რიგში. ამიტომ ყოველთვის მისაღები იყო მისი უკომპრომისობა რა. ძალიან ალალი იყო, აი ბავშვით იყო. მე პირველად არ მინახია მე პიროვნება რომ ესე ბავშვობა შეენარჩუნებინოს თავის თავში იმ ასაკში თორსა იყო 70 წლის, 75 წლის რა. ძალიან გულწრფელი იყო ყველაფრის მიმართ რა. თუ მის შემოქმედებას გადახედავთ,
იმდენად მრავალფეროვანია ჟანრობრივად. ყველა ჟანრში მისი ფილმი არის დასამახსოვრებელი და გაკეთებული, ხო? გარდა იმ საავტორო სერიოზული ფილმებისა, როგორც კომპოზიტორის მოგზაურობა, პიროსმანი, ალავერდობა, აქ ესევე მიუზიკლი ვერისუბნის მელოდიები გაკეთებული, ხო? ხარება და გოგია ესეთი ვესტერნი ქართული გაკეთებული. ყველა ჟანრში იყო, იუმორში, სიყვარული ყველას უნდა უყვარს მაყურებელს, როგორც ეს ფილმი. სუიძახდა რომ მე არა ვარ სნობიო, მე მაყურებელს უნდა თუ შეგიძლია აჩუქო ფილმი, რომელიც მას მოეწონებაო რა. ყველა მაყურებელზე აქ გაკეთებული ფილმი რა. კინონოველა ჯილდოსა და სათავგადასავლო ჟანრში გადაწყვეტილ მაცხვიტიას შემდეგ გიორგი შენგელაია იღებს ფილმს „ფიროსმანი“. რეჟისორის სცენარს წერს ერლო მახვლედიანთან ერთად. უკუგდებულია ბიოგრაფიული ფილმების შტამპი. აქცენტი გადატანილია ხელოვანის სულიერ ცხოვრების სიღრმეებზე, შემოქმედის ზნეობრივ საწყისებზე. ტრაგიკული მხატვრის ნიკო ფიროსმანიშვილის როლშია მხატვარი ავთანდილ ვარაზი. ნაწარმოების სტილისტიკა თვით ფიროსმანის სტილოებით არის შთაგონებული. ეს დრამატიზმი განსაკუთრებით გამოჩნდა ფიროსმანში. უაღრესად საინტერესო ფილმში სახვითად, ხოვანების თვალსაზრისით, ფილმის დრამატურგიის თვალსაზრისით და რაც თავარია, მსახიობი ხო არ თამაშობდა, არა მსახიობი იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, როგორ ასე ვთქვათ, ზუსტად ახერხებდა ამის კეთებას, ქმედების ფერის, ხმოვანების, ყველაფრის საშუალებით გიორგი. აი ეს შემდეგაც გაგრძელდა მის ფილმებში. ძალიან საინტერესო და ძალიან ღრმა ფილმი არის კომპოზიტორის მოგზაურობა, შესანიშნავი ფილმია. ასეთი იყო, მართალი იყო, ყველაფერში იცით, ხისტი იყო ცხოვრებაში, პოლიტიკურ ვითარებაში, რამე თუ არ ხდებოდა ისე, რაც ეროვნული იყო, ვარიანტი არ არის გიორგი არ ჩარეულიყო. არის ძმებო? ამბავია ჩემს თავს. რას სამძიმარი უნდა მითხრათ? დაგცინეს ნიკალა. გაზეთში კატასავით გამოგხატეს. ხელობა დაგიწუნეს. მასთან ურთიერთობაც იყო, არ იყო იოლი რა. გიორგი არ იყო, ესეთი რთული პიროვნება იყო, როგორც ყველა დიდი მხატვარი რა. თავის ექსისტენციალური სამყარო ჰქონდა, თავის დამოკიდებულება, მორალი, ზნეობა ამ ყველაფერთან და ერთხელ მითხრა კიდევაც იცი რომ მეო აპატი ესეთი რთული ხანდახან გამოვლენებები მაქვს, მაგრამ მე ვარ ღირსების კაცი. პირველ რიგში ღირსებაა ჩემთვის მნიშვნელოვანი, დანარჩენი მე ყველაფერიო და სხვათა შორის ეს თვისება მის ბევრ კინოგმირში დევს და ჩადებულია რა. როგორც კომპოზიტორის მოგზაურობაში, ალავერდობაში, ფიროსმანში თვითონ და ბევრ ფილმში მის ხარება და გოგიაში ეს ღირსების თემა, კაცური თემა. ხო, ხა გიორგი რომელიც წლები იყო, 70-იანი წლები იყო, ჯერ პირველად მისი ფილმები რო გავიდა საზღვარგარეთ და სიამაყის ცნობა იყო ქართველებისთვის, იმიტომ რომ ძალიან დიდი წარმატება ჰქონდა ფიროსმანს ამერიკაშიც, ევროპაშიც. ჰიუგოს პრემია აქვს მიღებული, შემდეგ ბერლინის დათვის ოქროს ვარსკვლავის აქვს მიღებული ოქროს დათვის რეჟისურაში და ბევრ ფესტივალში, სან სებასტიანი, ძალიან ბევრ ფესტივალში. მაგრამ ის ყოველთვის იძახდა, რომ ჩემთვის ეს არ არის, მთავარი არის ჩემი მაყურებელი, ქართველი მაყურებელი. და ყოველთვის თემატიკა მისი ფილმების იყო ქართული. ზოგადად საკაცობრიო კი არა და ეგეთი თავისი, რასაც შეიგზნობდა, გზნობდა გულწრფელად და რისგანაც ძერწავდა შემდეგ ამ თავის ფილმებს. ჩემი წინაპრები 3 საუკუნეს წერდნენ ჩვენი ხალხის ისტორიას. სამტომად შეედგინათ. დაეკაზმათ ვეფხის ტყავში. ამივე ტომი ცეცხლში ჩაიბუგა. მაგრამ მე
მეხსიერებით აღვადგინე ბევრი რამ. ბევრიც გამახსენდება. აქ ყველაფერი იქნება. დღევანდელი დღეც შევა ამ ისტორიაში. ეს იქნება ჭეშმარიტ ისტორია. მე ვიქნები ამ დღის წინამძღოლი. ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა, სადაც მე ვიტყვი, რომ ფანტასტიკური ჩემთვის შემოქმედებითი დრო გავატარეთ, ასე ვთქვათ. ნუ იქ იყო ბატონი ჭაბუ, ამირეჯიბი, იქ იყო მთელი პლიადა ადამიანების, რომლებიც დღეს ცოცხლები არ არიან და რაღაცა ტონს აძლევდნენ პროზას იქნებოდა ქართული თუ ცხოვრებას, ადამიანურ ცხოვრებას. და ეს იყო პირველი შეხვედრა ბატონ გიორგისთან და გაცნობა ბატონი გიორგის პიროვნებისა, როგორი ენერგიით ახსავსე, როგორი ზოგჯერ ძალიან დელიკატური, ზოგჯერ ძალიან აფეთქებული, როგორ აჩვენებდა. ხო, იცოდა ბატონმა გიორგიმ, რომ დაენახვებინა რა უნდა და იმ ხასიათს აკეთებდა და აჩვენებდა. ზოგისთვის და ზოგისთვის არა. ვაშკაცურად გინდა ავიჭიდო. მოდი თუ ეგრე ძალიან გულით გინდა. აბა ბიჭებო, კანი. კანი ჯებო. გიდი. დაიწყო ფილმის გადაღება, იქ რაღაცები წინ სხვადასხვა პერიპეტიები იყო და მოკლედ ხარება და გოგი არიან ლევანი და გოგი არის ლევანი და ხარება არის ომარ ფხაკაძე. ავთო მაისურაძე იქ მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში, მიხეილ სალაძე, გია ჯაფარიძე, ჩემო ბატონო, გიო ხუციშვილი, ვახო ფანჩულიძე, რომელიც ზალიკას თამაშობდა, გია ჯაფარიძე ჩორტევოზნაეც, მურმანჯინორია და მოკლედ გოგოები იქ მარინა ჭიჭინაძე და ნინო თარხანმოურავი, ეს თავადების შემადგენლობა და დიდი მსახიობი კაიდანოვსკი. მოკლედ ეს იყო კახეთის აღება ხელახალი, ოღონდ ძალიან ისეთი ხალხი შეესიანა. ხო არა ხარკაცო. პროპაგანდა. აბერ ჩამოდე შიგინ ჩამოდე. არა, სესიგადია. ხო ჩვენი ამ რა გქალია. კარგი რა, სულ როგორ გეჩქერებათ? მიწაში მათ ერთხილა და ჩადგური. გადმოდი. გაზრდილად. არაფერი გინდა. ჩანზე როგორ ხარ? რა ვიცი, შენ მუშაობთ თავცოცხლ. აი ამ დილასაც კიდე გამწამერთა ხელფეხი. მე რა წამოდი? წამოვიკიდე აპარატი. გამოვედი ვენახში. ვიმუშავე და ისევ გამოვცოცხლ. იცით რა, აი ბატონ გიორგის აქვს აურა. ისეთი კეთილშობილების აურა, კეთილშობილური აურა ქონდა ადამიანს. გამომდინარე თავისი ვიზუალიდან, გამომდინარე თავისი შინაგანი სიმდიდრე, შინაგანი ბუნებრივი სიმდიდრიდან, რო გიყურებდა, რომ უცებ ამ ადამიანმა რაღაცა აი ეს სიკეთით და აი რაღაც ამავსო, რაღაც უდიდესი სიამოვნების გრძნობა მივიღე, როდესაც ჯერ მარტო დავინახე ბატონ გიორგი, ხო, ცოცხალი როცა ვნახე, ხო? ესე ერთი პირისპიროცა ფილმებიდან ყავდა ნანახი, ტელევიზიიდან სატელევიზიო გამოსვლები, როცა შევხვდი, რაღაც ძალიან იმოქმედა ჩემზე. ძალიან სასიამოვნოდ იმოქმედა და შემდეგ როცა საუბარი დავიწყეთ, ნუ აი მომაჯადოვა აი ყველაფერი, თავისი, რა ვიცი, ხმის ტემბრით, თავის საუბრის მანერით, მზერით, რაღაც არგუმენტებით, თავის განათლებით, ყველა თავისი დიდოსტატობით, რაღაცა ყველაფრით. თუმცა ბატონი გიორგი საუბრობდა აბსოლუტურად
ყველასთვის გასაგებ და უბრალო ადამიანისთვის გასაგებ და მისაღებ ენაზე უბრალოდ, მაგრამ აი რაღაცნაირი გენიალური სიდიადე იყო მის ამ უბრალოებაში. ახალი კაბა, ახალი ხუთი. ვის არ უხარებს გულს? ლამაზად ჩაცმაშვენის სულ ყველას. ვისაც სილაღე სურს. განისამოსი გმატებს მხნეობას და სილამაზით გვავსებს. როცა გაცვია ასე ლამაზად, გულიც ხენით გაგზავსე. ზუსტად იცოდა. აი რა უნდოდა, როგორი მომზადებული მოდიოდა გადაღებაზე, ამას ხომ მნიშვნელობა აქვს. და ამასთან ერთად გაძლევს სრულ სითავისუფლეს. აი შეგიძლია იმპროვიზაციაში რაც გინდა გააკეთო, მაგრამ თუ გადახვედი ზღვარსფერი, იმას რასაკვირველია თვითონ მე გეტყვის, რომ აი როგორ უნდა ეს არ არის საჭირო, ის არ არის საჭირო და რა მინდა მე აღნიშნო ყველაზე ძალიან რომ მე მომხიბლა მისმა დამოკიდებულება მსახიობებთან. როგორი რბილი იყო ცხოვრებაში უფრო ისეთი იყო რაღაცა ფიცხი რაღაცა და როგორი არაჩვეულებრივი იყო მსახიობებთან, როგორ გვივლიდა აბა ისა თუ დაღლილი ხო არა ხარ ხო ის აბა ეხა წადი ჭამეთ აბა ისაკენით აი ძალიან გულისხმერი და ძალიან საყვარელი და ჩემთვის ძალიან ძვირფასი რეჟისორი იყო ვისთანაც მიმუშავია ამათ რომ ჟეჟეს ესეც დავწერო დაწერე ეგ რა შუაშია საქმესთან ძმაო ძალიანად შვაშია როგორ ჩემ თვალს რა კომპენსაცია რამე არ უნდა? ჰა? შენ კაი კაცო შენა 20,000 რო ვიღაც უცხო კაცს აძლებ. ჩემი თვალი რა $50 არ აღიც კაცო, ჰა? უცებ გადაღების მოედანზე ვნახე ვებერთელა კოჰორტა გენიალური მსახიობების ძალიან ძლიერი და სერიოზული მსახიობების და ორჯერ მეტად ვიყავი მე მადლობელი ბატონ გიორგის რომ მე მომიწია ამ ადამიანებთან ერთად ამ გალერეაში ყოფნა. იყო ბატონი გივი, ბატონი არ მინდა რომ ვინმე გამორჩეს ძალიან დიდი ნაწილი ქართული კინოხელოვნების რა ძალიან სერიოზული და მე მახსენდება ერთ-ერთი ბოლო გადაღება იყო ესეთი ვაგონი და ჩვენ ვაგონში ვიღებდით ის რაკი მიდიოდა ეს მატარებელი და ყველას უქონდა ესეთი ამოცანა რომ ყველა თავისი კუპედან უნდა გამოსულიყო და წასულიყო კამერისკენ პირდაპირ სადაც იჯდა თვითონ ბატონი გიორგი ოღონდ რიგითობას თვითონ განსაზღვრავდა დაეძახებდა წამოდი და ის უნდა გამოსულიყო მისულიყო კამერამდე და ასე შემდეგ და მე სულ დამცინოდა რაღაცნაირად. ეხლა არ დაიწყო ფილოსოფია და არ დაიწყო მე ძალიან ბევრ კითხვას უსვავდი ჩემ პერსონაჟთან დაკავშირებით, ესე შეიძლება, ისე შეიძლება, შეჭმული მყავდა მოკლედ ადამიანი. მე მიდოდა რომ აი ამომწურავად ბოლომდე ჩავსულიყავი და სხვა შორის ესეთი სამეგობრო ურთიერთობა უფრო შედგა ჩვენ შორის და ვიყავი ბედნიერი ამეთი. ხოდა ვიდრე ჩემი რიგი მოვიდო და მკითხე ეს მატარებელი ეხლა აი ამ წუთას ამ კადრს რო იღებ მიდის მეთქი მიდის აბა რა შვებაო კაცო მიდის და ბოლო ფირი დამრჩა და დროზე ეხლა მიდი აი იქიდან წამოდი რა და კარგით მეთქი და ახლა მე დავიწყე კუპეში ღმერთო აი ახლა ბოლო კადრია ბოლო დუბლი ფირი აღარა აქვს და ასე შემდეგ და რო გამოვედი იქიდან დავიწყე მოძრავ მატარებელში სიარული და გააჩერა. ვაი ვიფიქრე რა ვქენი ეს რა გააკეთე რა გავაკეთე მე ხო მიდის ეს მატარებელი და მიდის მაგრამ ეხლა მომიწევს თავიდან გადავიღო ყველა დანარჩენი
მას ენერგიას ზენდა ეს ნიჭიერ ხალხთან ურთიერთობა. და როგორც კი გადაღება მელოდიებს რო იღებდა, ყოველთვის სახლში მახსოვს მოდიოდა ენერგიული, კაი ხასიათზე რაღაც. პიროსმანი უბრალოდ რთული სურათი იყო და მე თან ისტორიაც რთული ქონდა, იმიტომ რომ დაამთავრა ეს სურათი ძალიან განიცადა, იმიტომ რომ ნუ მას საბჭოთა კავშირი იყო და მან არ მიიღო ეს სურათი რა ქვია, პარტიულმა სამყარომ რა ასე ვთქვათ. მე რო გავარდა ამერიკაში და ფესტივალებზე აიღო რაღაც, მე უკვე გახდა მისაღები და თავიდან ძალიან განიცდიდა ამას რა, იმიტომ რომ ის მაინც კინოხოვის და ხელოვნება, ყველა ხელოვნისთვის არის რომ მაყურებელმა უნდა ნახოს. თავარ ემოციას შენ იღებ თავარ მაყურებლისგან. იტენები იმისგან რომ შენი განსტილი და გაცემული როგორ შეფასდება. ეს გაძლევს ენერგიას შემდეგი შენი დაგეგმილი საქმიანობის რაღაც საკეთებლად რა. ამიტომ ის ყოველთვის ემოციური იყო რომ მაყურებელი როგორ იღებს მის სურათებს რა.